იმედი და პოზიტივი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ეს ნიშნავს, რომ ორივე ტელევიზიას მნიშვნელოვნად შეეზღუდება როგორც სარეკლამო შემოსავლები, ისე სხვადასხვა საარსებო სერვისებზე წვდომა. ცხადია, რეჟიმი კვლავ განაგრძობს უკანონო ფულის ჩასხმას და არც ერთ პროპაგანდის ორგანოს გაკოტრება არ დაემუქრება. თუმცა ამ გადაწყვეტილებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ივანიშვილის რეჟიმის კისერზე ყუფი ვიწროვდება. უწყვეტი შეუპოვარი პროტესტის წყალობით რეჟიმის მორჩილებას კიდევ და კიდევ უფრო მეტი ფასი ედება. ამ ფასს დეპუტატების, პროკურორების, მოსამართლეების, მინისტრების, თავად ივანიშვილის შემდეგ უკვე რეჟიმის პროპაგანდის მსახურებიც გადაიხდიან. არა მხოლოდ ისინი, ვინც პროპაგანდისტულ შხამს ხარშავდა, არამედ ის თანამშრომლებიც, რომლებიც მის დამზადებას და გავრცელებას ტექნიკურად უზრუნველყოფდნენ. დღეიდან ყველა მათგანს რუსული პროპაგანდისტვის მუშაობა სიცოცხლის ბოლომდე შავ ლაქად გაყვებათ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. ეს არის გზავნილი მათთვის, ვისაც ივანიშვილისგან განსხვავებით, რაიმე მაინც დარჩენია დასაკარგი, რომ ავტორიტარ კეთროვან მილიარდერთან ასოცირება თქვენთვის განაჩენის ტოლფასი იქნება. და რაც მთავარია, ეს არის გზავნილი მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ამ იზოლაციის ყულპს ავწდებით, რეჟიმის ქუჩაში, პროტესტით დამარცხება. ასე რომ შევხვდებით ქუჩაში.